ახალი სპორტული მოედნები და სკვერები გურჯაანში. გასულ წელს მუნიციპალიტეტში 10 ზონა მოეწყო. ამ მიმართულებით მუშაობას ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად აგრძელებს. სულ მალე კიდევ რამდენიმე სოფელში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი გაიხსნება. წელს ასევე დაგეგმილია სოფელ შაშიანში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მოწყობა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტული მოედნებისა და მინი მოედნების მოწყობა გრძელდება, პრიორიტეტად გვაქვს დასახული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს და ჩასაბარებლად მზადდება უკვე კარდენახის მინი მოედანი, სოფელ დარჩეთში მოწყობილი საბავშვო გასართობის სკვერი და აგრეთვე სატრენაჟერო სივრცე სოფელ ქოდალოში. ამჟამად ამ ეტაპზე უკვე ბაზრის კვლევაზე გვაქვს გაშვებული და ძალიან მალე სატენდერო პროცედურები დაიწყება სოფელ შაშიანში, საკმაოდ მოზრდილი კომპლექსის, მან შედის ყველაფერი ერთად, იქნება მინი მოედანი, იქნება სკვერი და იქნება სატრენაჟერო სივრცე, ჩამშეგირებულება 230,000 ლარამდე იქნება ამისი. აგრეთვე წელს მარტო რეგფონდებიდან გვაქვს დაგეგმილი 700,000 ლარის სკვერების მოსაწყობა და მსგავსი სამუშაოებისთვის. აქედან ფინანსდება ის 230,000-იანი სოფელ შაშიანში სკვერი და დანარჩენი თანხმობით დაგეგმარების პროცესია, რომელ სოფლებში სად რა გაკეთდება.